ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა ორი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ერთ-ერთი მათგანი კი არის იმანქანის მძღოლი, რომელმაც დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი კლინიკამდე მიიყვანა. რაც შეეხება თავად ამბავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში არის დაკავებული 4 პირი, მათ შორის არის ის ბიზნესმენი, რომელმაც ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა მასთან მისულ პირებს, როდესაც ეგრეთ წოდებულ ჩვენ ინფორმაციით ეგრეთ წოდებულ ქურთულ სამყაროსთან დაკავშირებული პირები მასთან საქმის გასარჩევად მივიდნენ. სწორედ ვახუ აბულაძის იარაღიდან მოხდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაიჭრა 20 წლის ბიჭი და რომელიც კლინიკაში მკურნალობდა. რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, სამ შემთხვევაში მოსამართლემ მათ წინასწარ პატიმრობა მიუსაჯა, მხოლოდ ერთი მათგანი გაათავისუფლა მან გირავს, სანაცვლოდ ეს არის დაკავებული ბიზნესმენის ძმისშვილი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ასევე შეესწრო ამ სისხლიან ანგარიშ წორებას. რომ დაუშვათ კიდევაც ერთი წუთითაც კი ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფილი პირი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის გარემოებებისა მიხედვით, არ ჰქონდა შესაძლებლობა და არ ცოდნა იმისა, რომ ზუსტად ის დანაშაული ხდებოდა, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიით ხდებოდა ზუსტად იმ მომენტში. აქედან გამომდინარე ბრალდება იმასაც დაფუძნებული, რომ მან რატომ არ დარეკა ასთორმეთში, თავისთავად ცხადია საფუძველს და აზრს მოკლებული. ადგილზე ბრალდების მხარისავე ვერსიით იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომელსაც ჰქონდათ არა მარტო შესაძლებლობა, არამედ უნდა ჰქონოდათ ცოდნაც იმისა, თუ რა მოხდა, თუმცა არც ერთ მათგანს ასთორმეთში არ დაურეკავს და არც ერთი მათგანისთვის პასუხი არ მოუთხოვია. საქმეში არ მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა ფაქტის დროს შემთხვევის ადგილას და იყო შემსწრე და მას უნდა ცოდნოდა, რომ ჩადენილიყო დანაშაული. ამის მიუხედავად გამოყენებულია პატიმრობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რომელსაც გავასაჩივრებთ კანონით გათვალისწინებულ ვადებში. ნაწილის ბრალი აქვს წარდგენის 376 და მუხლის პირველი მეორე ნაწილის გათვალისწინებული კვედებისათვის, რაც გახლავთ განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა. კონკრეტულად დღევანდელ სასამართლო პროცესზე იხილებოდა ორი ბრალდებული საკვეთი ღონისძიება, სადაც ბრალდების მხარე ითხოვდა საკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას. დასაბუთება ბრალდების მხარისა ორივე ბრალდებულთან მიმართებაში, რის გამოდაც უნდა გამოყენებული იყო თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში პატიმრობა და გაზიარებული იქნა სასამართლოს მხრიდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 20 წლის ბიჭის დაჭრისთვის დაკავებულმა ბიზნესმენმა ვახუ აბულაძემ დუმილის უფლებით ისარგებლა აღკვეთის ღონისძიების საკითხის მსჯელობისას. ახლა საინტერესოა, დაარღვევს თუ არა დუმილს შემდეგ სასამართლოს ხდომებზე და ისაუბრებს თუ არა იმასთან დაკავშირებით, რომ მას სთხოვდნენ ფულს ეგრეთ წოდებულ ქურთულ სამყაროსთან დაკავშირებული პირები.